მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. დღეს გავაკეთებთ ერთ პოზიციან გაშლას, თუ გიყვართ ასეთი ვიდეოები, დარჩით ჩემთან ერთად. რა თქმა უნდა, ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია წამოვიდათ დღევანდელ საჯარო გაშლაში. უკვე ჩაწერილ ვიდეოებს რაც შეეხება, ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ, რადგან ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც რთავთ და უსმენთ და ის კავშირში არ არის თუ საიტზე როდის არის განთავსებული. ვისაც გსურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, დამიკავშირდით დეტალებისთვის მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. კიდევ ერთხელ ვიწყებთ კარტის აჩეხვას და ნახოთ რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში პირად სასიყვარულო ცხოვრებაში. პირდაპირ მამაკაცის ქმედება ამოდის თქვენთან მიმართებაში. მოდის თქვენთან ინიციატივიანი პიროვნება, რომელიც თვითონ დგამს ნაბიჯს თქვენთან. ეს არის საკმაოდ ლოგიკური ადამიანი, ლოგიკას დაყრდნობილი პიროვნება, რომელსაც მკაფიო გეგმა და სურვილი აქვს თქვენთან. ეს არ არის ადამიანი, რომელიც სპონტანურად მოქმედებს, ეს არის პიროვნება, რომელმაც ზუსტად იცის თქვენგან რა სურს და მის აზრებს წაკითხვა არ სჭირდება ის ზუსტად იტყვის რა სურს თქვენგან და გადმოვა პირდაპირ მოქმედებაზე. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობის გარკვევა მისი მხრიდან, ან რაღაც ისეთი დეტალების თუ საკითხების დალაგება ურთიერთობაში, რაც ახლა შეიძლება ორივე თქვენთაგანს გაწუხებთ ან გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ეს არის რაღაც შეთანხმება. ეს არის შეიძლება პირდაპირ გარკვევა ურთიერთობის, ან შეიძლება იყოს ეს ის დეტალები, მაგალითად, ურთიერთობაში რას მოელით ერთმანეთისგან და რაღაც პირდაპირ გითხრათ, ან უახლოეს პერიოდში თვითონ შეცდება აგიხსნათ რა მოლოდინები აქვს თქვენთან ურთიერთობაში ამ ადამიანს, თქვენ რა მოლოდინები უნდა გქონდეთ, რისთვის არის მზად, რისთვის არა, რის დათმობა თქვენ გევალებათ მისი განმოსახედიდან და თქვენც მოგეცემათ იმის საშუალება, რომ უთხრათ, რომ თქვენ რა როლს ხედავთ ამ პიროვნების ქმედებით თქვენ ცხოვრებაში. ანუ ძალიან ესეთი გრძნობებს მოკლებული ლოგიკური დიალოგებით სავსე ურთიერთობა გექნებათ. ეს იმას არნიშნავს, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები არ გაქვთ, უბრალოდ გადადებთ ამ კონკრეტულ მომენტში რაღაც გრძნობებს და დაიწყებთ სერიოზულ საუბარს. ეს შეიძლება მოხდეს პირდაპირ შეხვედრის დროს, ან შეიძლება ამ დიალოგისა და გარკვევის შემდეგ უკვე შეხვედრაც დაგეგმოთ. ეს არის მომენტი, როდესაც წარსულსა და მომავალს შეაფასებთ, გადააფასებთ და თქვენი გზები ისევ ერთად მიდის, ანუ თქვენი გზები არსად არ იყოფა, პირიქით, უფრო ერთიანდებით, ერთი გუნდი ხდებით, თელდება თქვენი ურთიერთობა, თითქოს აი ძალიან კომპრომისული დიალოგები გექნებათ, ცოტა რთული, მაგრამ ამავე დროს შედეგიანი. ეს არის შეხვედრა ან სადმე ერთად გამგზავრება. სადღაც ერთად წასვლა. ეს პროცესი ისე წარიმართება, რომ ამ პიროვნებას საერთოდ არ სურს, რომ რაღაცაზე გული დაგწყვიტოთ ან გადგინოთ, პირიქით ძალიან სიფრთხილით, პატივისცემით მოგეპყრობათ, თქვენს აზრს გაითვალისწინებს, შეეცდება, რომ თავისი სათქმელი უხეშად არ თქვას, თქვენს ემოციებს გაუფრთხილდეს და ზოგადად ამ ურთიერთობაში რესურსს გაიღებს, იმ კუთხით, რომ შეეცდება, რომ ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ ერთმანეთი არ დაკარგოთ, რაღაცა ერთმანეთს განზრახ არ ატკინოთ გული.
და სხვათა შორის ამ პიროვნებას სურს რაღაც დროის თქვენთან გატარება. ისევ და ისევ ეს ინფორმაცია მოდის, რომ ამ პიროვნებას აქვს გეგმა თქვენთან, ცოტა დომინანტური ენერგიები არის, თვითონ რაღაცას გადაწყვეტს და მე გაგიმხელთ, რომ ეს გეგმა მაქვს და მინდა რომ ჩემს გვერდზე იყო ამ დროს. და ამ გეგმის შემდეგ უკვე იწყება ერთად ყოფნის პერიოდი. მაგრამ რაღაცების დათმობის ხარჯზე, ხო? ანუ თქვენც მოგიწევთ რაღაც კომპრომისებზე წასვლა და ამ პიროვნებასაც მოუწევს თავის მხრივ თავისი ძველი ჩვევების გამოსწორება. აი მაგალითისთვის რომ მოვიყვანო, შეიძლება თქვენ გქონდეთ იმის პრობლემა, რომ ეს პიროვნება ან ალკოჰოლს სვამს, არ მოგწონთ, ან გვიან გპასუხობთ SMS-ებზე და აი ესეთ წვრილმანებზე შეიძლება ისაუბროთ, აი რა გამძიმებთ, რა გიქმნით და არც რა არის თქვენი გულის ტკივილი, ეს პიროვნებაც ასევე იტყვის და აი რაღაცებზე ძალიან ერთმანეთის მოფრთხილებას ამ კუთხით დაიწყებთ, რომ აი რადგან შენ ესე არ გინდა, კარგი შევეცდები, რომ ჩემი ეს ჩვევა ან მიდგომა გამოვასწორო. რაც რადიკალური ცვლილებები მოდის, მაგრამ ეს ცვლილებები მიდის იმ კუთხიდან, რომ უბრალოდ ეს ცვლილებები რაღაცას კი არ ამთავრებს, პირიქით ახალ სასიამოვნო ეტაპს მოგიტანთ ურთიერთობაში. კიდევ ნახოთ რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში. პირად სასიყვარულო ურთიერთობაში. ამ პიროვნებას სურს თქვენთან გაატაროს დრო. შეიძლება თავის საქმეები გადადოს, ან საერთოდ რაღაცა მეგობრების ნახვა ჰქონდეს დაგეგმილი და გითხრათ რომ გზად შემოგივლით და თავის გეგმა აბსოლუტურად შეცვალოს, როდესაც გნახავთ და მთელი დღე თქვენთან გაატაროს და მთელი დრო, თავისი რესურსი დაგახარჯოთ. ანუ ეს ადამიანი მზად არის, რომ მაშინ კი არ მოვიდეს თქვენთან, როდესაც მარტო თავისუფალი დრო აქვს, ანუ დრო გამოყოს თქვენთვის. ამას ნათლად დაინახავთ მისგან ამ მცდელობებს. კიდევ ერთი არკანი იმისა, რომ დროის ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს პირად ურთიერთობაში. შეიძლება თქვენ რაღაცაზე უთხრათ, რომ მოსაფიქრებელი დრო გჭირდებათ და მან გითხრათ, რომ დრო საკმარისი გვაქვს, არსად არ გვეჩქარება, ეს ურთიერთობა მინდა რომ იყოს ხანგრძლივი, პერსპექტიული და რამდენი დროც გჭირდება გვაქვს ეს დრო. ანუ რაღაცაზე დაგამშვიდოთ დროსთან დაკავშირებით. ან შეიძლება ღამის საათებში ვერ ხვდებით, ხო, ზოგიერთ თქვენთაგანი და რაღაც გამოსავალი იპოვოთ, ან შეიძლება პირიქით მთელი ღამის ერთად გატარება იყოს, ან სადმე ერთად წახვიდეთ რამდენიმე დღით. რაღაც კაფეო გეგმები არის, შეიძლება დასასვენებლად წასვლის გეგმებიც იყოს. ან უბრალოდ იყოს დროის ფაქტორები, როდესაც ეს პიროვნება დღეღამის მანძილზე მეტ დროს გაატარებს და დაგითმობთ თქვენ და თუ გაქვთ ის მომენტი, რომ რაღაცაზე თქვენ გჭირდებათ დრო, ამ ასე ვთქვათ, დროს მოგცემთ და არ დაგაჩქარებთ. ფაქტიურად ეს პიროვნება შეგიქმნით კომფორტს, რომ თვითონ თუ ახლა დომინანტური არის, დროთა მანძილზე შეგიქმნით იმ კომფორტს, რომ თქვენი აზრიც მიიღოს, თქვენი აზრი იმისთვის მნიშვნელოვანი გახდება, რაც უფრო დრო გავა, რაც უფრო ურთიერთობაში მყარად იქნებით მის გვერდზე, სტატუსიც ამაღლდება თქვენი. რაღაც სტატუსის განხილვაც გექნებათ, ურთიერთობაში მყარი გადაწყვეტილებები გექნებათ ამ ადამიანთან და ყველაზე მთავარი განცდა ის გექნებათ, რომ ამ პიროვნების გრძნობებსა და სიყვარულში თუ აი პატივისცემაში და თქვენთან მიმართებაში გულწრფელ ნაბიჯებში ეჭვი აღარ შეგეპარებათ და ძალიან მშვიდი პერიოდი გექნებათ და თავს იმპერატრიცად იგრძნობთ ამ პიროვნებასთან, რადგან თქვენ მასზე დადებითად ახდენთ ზეგავლენას. ანუ ეს ადამიანი თუ აქამდე იყო რაღაცნაირად უკომპრომისო რაღაც მომენტებში და მხოლოდ თავისი დომინანტური მიდგომები ეგონა ურთიერთობაში მართალი,
ახლა ეს რაღაცები იცვლება და თქვენს გარკვეულ მნიშვნელოვან როლს დაიკავებთ თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებაში და საბოლოოდ ისე იქნება, როგორც თქვენ ისურვებთ, რადგან ეს ადამიანი მართლა ძალიან დაინტერესებული არის და გრძნობებით სავსე არის თქვენი ურთიერთობისადმი და თქვენდამი და ამ პიროვნებას სურს, რომ თქვენი ურთიერთობა გაუმჯობესდეს და არა პირიქით ის რაც აქამდე შექმნით, მოიყვანეთ ერთმანეთი. ამ ყველაფრის ხელიდან გაშვება არ სურს და რაც დრო გავა, უფრო მეტ პროგრესი გრძნობთ და უფრო მეტ ინდობა გექნებათ ერთმანეთის მიმართ და სიყვარულიც მოიმატებს ერთმანეთის მიმართ. თავარი ამ პიროვნებას სურს თქვენთან რატომღაც ხშირი შეხვედრა. ან შეიძლება ეს იყოს თქვენი კომპრომისი, ხო, ის საჯარო გაშლა არის და ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ ონლაინ სივრცე კარგია, მაგრამ შეხვედრები იყოს მუდმივად და ხშირად და აი ამ პრობლემასაც გადაჭრით. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.